როდესაც ადამიანი ქვეყანას ევლინება, ის იბადება იძულებით კონკრეტულ რომელიმე რელიგიაზე, თუ ის არის თავისუფალი. ისლამის სწავლების მიხედვით ადამიანი იბადება თავისუფალი. ის არ არის იძულებით რომელიმე რელიგიაზე. მას არ გააჩნია თანდაყოლილი არც ცოდვა და არც მადლი, მაგრამ ის იბადება სპეტაკი ბუნებით, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ბოროტებისა და ცუდი ჩვევებისგან, რომელიც მიდრეკილია ერთი ღმერთის აღიარებისკენ, ერთი ღმერთის შეცნობისა და მისი აღიარებისკენ, მას პოტენციურად ღმერთმა შთაუნერგა ამის უნარი ყველა ადამიანს და სწორედ ისლამი არის ამ სპეტაკი ბუნების შენარჩუნება და გაგრძელება. არა მიმართულების შეცვლა, არა გზიდან გადახვევა, არამედ იმ მიმართულებით, იმ სწორი და სპეტაკის სვლით გაგრძელება, რომლითაც ღმერთმა ადამიანი მოავლინა ამ ქვეყანას. სწორედ გაზრდის, დასრულობისა და გაცნობიერების შემდეგ ადამიანი აკეთებს არჩევანს, სწორს ან არასწორს და ის სრულად პასუხისმგებელია თავის თავისუფალ არჩევანზე. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ წანებს ერთ ჰადისში, რომ ყოველი ახალშობილი იბადება სპეტაკი ბუნებით. ამას არაბულად ფიტრა. სპეტაკ ბუნებაში, ფიტრაში იგულისხმება ერთი ღმერთის აღიარებისკენ მიდრეკილება და ის სპეტაკი ბუნება, რომელიც დაცლილია ცოდვისგან, ბოროტებისგან, ტყუილისგან, შურისგან, სიძულვილისგან და ასე შემდეგ. შემდგომ მას იმ ახალშობილს შუამავალი იუდეველად, ქრისტიანად ან მაზდეანად აქცევენ, ანუ გარე ფაქტორების ჩარევისა და ზეგავლენის შედეგად მოხდება მისი ამ სპეტაკი ბუნებიდან სხვა მიმართულებით გადახვევა, სადაც უკვე ხდება ღმერთის, ერთი ღმერთის გარდა სხვა ქმნილებების თაყვანისცემა, ან ერთ ღმერთთან ერთად სხვა ქმნილებების თაყვანისცემა, რაც უკვე იმ სპეტაკი ბუნების აშკარა დარღვევა არის, რაზეც ალლაჰმა იგი მოავლინა ამ ქვეყანას. სწორედ როდესაც ვამბობთ, რომ ყველა შუამავლის რელიგია იყო ისლამი, აი ამ გაგებით ვამბობთ, რომ ისლამის ბირთვი, ისლამის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ეს სპეტაკი ბუნება, რითაც ღმერთი ადამიანს ამ ქვეყნად ავდეს. ის არის მიდრეკილი ერთი ღმერთის აღიარებისკენ და შემდგომ უკვე დასრულობაში შუამავალთა მოძღვრების საშუალებით სწავლობს თავხიც, ანუ ერთღმერთიანობის ჭეშმარიტებას და ინარჩუნებს იმ სპეტაკ ბუნებას, რომლითაც დედამიწაზე მოევლინა ღვთისგან და დაცლილია მისი ბუნება ყოველგვარი ცუდი ჩვევებისა და ბოროტის რახვებისგან. თორემ შუამავალთა წიგნები, მათი ტრადიციები, მათი რიტუალები ყოველთვის ცვალებადი იყო დროის გარემოს შესაბამისად. ამიტომ ადამიანი იბადება თავისუფალი, თუმცა სწორი და ჭეშმარიტი მიმართულების საპოვნელად იგი აღჭურვილია ყველა საჭირო უნარებით, თუ კი მასზე გარემო არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას.